ძალიან ნიჭიერი ფოტოგრაფი. მარინა კარპი. ყველა ეგეთი კითხვა იქნება რთული და გავუკვირდა. აუ, ქართველი არა ხარ? შეიყვანეთ ისეთი როგორიც არის. არ ვიცი, ეგეც ერთად გადავიტანეთ. საქართველოს თქვენი სახლი გახდა? ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია ჩემი, რაც ხდება უკრაინაში. ძალიან ბევრი ემოცია გაქვს. ძალიან ბევრი და ძალიან რთული ფსიქოლოგის წესია. გამიხსენით. უქრებს, მცვანილებს. სვანილი პეტრუშკა არის, ხო? ხო. გამარჯობა მეგობრებო, ეს მარტოობის ბევრი წუთია. დღეს ჩემი სტუმარი არის უმაღლესი ძალიან ნიჭიერი ფოტოგრაფი მარინა კარპი, რომლის ენერგეტიკას ესე შორიდან ვიცნობდი, იმიტომ რომ სოციალურ ქსელში ბევრჯერ შემხვედრილ ხართ, მაგრამ პირისპირ კიდე უფრო დავწმუნდი, რომ ძალიან დადებითი ადამიანი ხართ. მადლობა. და ძალიან ლამაზი. და მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა. ძალიან დიდი სიამოვნებით მოვედი. ჩემი პირველი კითხვა არის ესეთი. ვინ ხართ მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩებით? ყველა ეგეთი კითხვა იქნება რთული. ეს მარტო რთული კითხვა, იმიტომ რომ არ მახსოვს ბოლოს როდის ვიყავი მარტო. თან მარტოობა სხვადასხვა არ მიყვარს დიდად. ანუ მიყვარს ჩემი გიგი ახლოს რო არის, ბავშვები, დიდი ოჯახი, ხმაური, რაღაც როცა სიჩუმე დიდად არ მაწყობს, არ მიყვარს. მართლა? ხო. ამიტომ ძალიან, ანუ დავიდან რომ რატომ ეს მომწონს საქართველოს, იმიტომ რომ არ არის ჩუმი, არ არის რაღაც მარტოობა არ გიცევს. მარტო კოპნა, ამიტომ ეს ძალიან მომწონს და კომფორტულად ვგრძნობ თავს. როცა არა ვარ მარტო. და მაგალითად აი მანქანაში ხო ხართ ხოლმე მარტო? ვარ და არ მომწონს. აი საცობში რო ვარ, ან ვიღაცას ვურეკავ, ვიღაცასთან ვლაპარაკობ, რაღაცას ვუყურებ, ანუ მივხვდი ხა. აი მართლა ძალიან რთული კითხვა, იმიტომ რომ მართლა არ მახსოვს ვინ ვარ მარტო. არ მიყვარს მარტო ყოფნას. ეგ გამოწვეული ალბათ იქიდანაც, რომ რეალურად მეორე ნახევარი ყავთ ნაპოვნი. და გიგის გარეშე? გიგის გარეშე შეიძლება, მაგრამ რატომ? ანუ არ მინდა მართლა და რო გავიცანით ერთმანეთს 20 წლის ვიხავი. და ანუ 20 წლის რო ვიხავი უკვე ძალიან აქტიურად ვმუშაობდი 16 წლიდან ვიღებ. თან ქორწილებიც ვიღებ, იმიტომ რომ მიყვარს ეს სიტუაცია და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს და სულ ვეძებ ხმაური, ეგრე გამოდის. ეგრე გამოდის. და 20 წლის ასაკში უცნაურია რომ თქვენთან ვარ. ესეც სახელით რო არის. არა, ძალიან კაი კონტრასტია, მე ძალიან საინტერესო. 20 წლის იყავით, როდესაც გაიცანით ერთმანეთი. ეხლა ხართ რამდენი წლის? 16 წელი ქორწინება, არა, ქორწინების 14, კი, 2012 წელს ჯვარი დავიცერეთ და 2010 წელს გავიცანით ერთმანეთს. და თქვენ გაიცანით ერთმანეთი უკრაინაში? კიევში, დიახ. ხო, მეგობრის დაბადების დღეზე როგორც ვიცი, ხო? დიახ. მოვედით და ვიკვირე, რომ დღეს მე უნდა ვიპოვო ჩემი ქმარი. მართლა? ხო, აი პროსტა რატომღაც ეს სიტყვები გამოვარდა ჩემი პირიდან, უბრალოდ. არა და არც ეძებდით მანამდე ქმარს. საერთოდ 20 წლის ვიყავით, აი კარგად ზნობდი თავს. რა მაგარი. ეგრევე მიხვდით, რომ ის არის? მივხვდი, როცა გიტარა აიღო ხელში და Coldplay ჩემი საყვარელი სიმღერა იმღერა. აი მაშინ მივხვდი, რომ რაღაც რა ხდება, რატომ? ანუ ის სიმღერა რატო ეს რა იყო? Scientist მგონი. ხო. ანუ ესეთი pop, ძალიან pops, ძალიან, ანუ ყველაზე ცნობილი Coldplay სიმღერა არ არის, თან არ არის. თან ეს სიმღერა და მეთქი, ოკეი.
და მე საქართველოში პირველად როდის ჩამოხვედით? აი 2010 წელს და 5 დეკემბერს გავიცანით. კარგად მახსოვს ეს დღე და უკვე ახალ წელს 2011 წელს 3 იანვარი იყო ჩემი პირველი პრენა კიევ თბილისი. და ვჯდებოდი მახსოვს კალი იჯდა ჩემთან ახლოს ქართველი და ქართულად მელაპარაკებოდა და მეთქი იანი გრუზინკა იანა და გაუკვირდა. აუ, ქართველი არა ხარ? მე მეგონა სახში მიდიოდი ხო. შეგიყვარდათ ეგრევე? ეგრევე. რაღაც აი არ ვიცი პირველი ნაბიჯი შეიძლება ძალიან რომანტიკულად ეხერხებს, მაგრამ პირველი ნაბიჯი რო გავაკეთე ძალიან ეიფორიაში გავხდი რაღაცნაირად, იმიტომ რომ აი გიგის მიერ ყველაფერი რაც იყო, შემიყვარდა ეგრევე. აი ყველა მეგობრები, თუმცა თავიდან ძალიან ვეჩვიანობდი გიგის ყველას, ანუ ყველას მინდოდა რომ მარტო ჩემი იყოს გიგი და არა სხვისი, მაგრამ მე მივხვდი რომ ეგრე არ გამოვა და შემიყვარდა ეგრევე, ყველაფერი შემიყვარდა ძალიან. და ეჭვიანობა მარტივად დაძლიეთ? ნუ კი, ალბათ კი, იმიტომ რომ მეც მივხვდი რომ იცი რა, მივხვდი რომ გიგი ამით შექმნილი, ანუ მარტო გიგი არ არის, ანუ გიგის მეგობრებიც გიგის ნაწილია, ანუ შევიყვარდი, შეიყვარეთ ისეთი როგორიც არის. და ყველაფერი რაც გიგის უკავშირდება, ეგეც შემიყვარდა. ანუ არა მარტო გიგი, მაგრამ გიგის მშობლები, გიგის დედიკო, მამიკო და ნინი გეცოდინება ვიცი. ნუ ყველაფერი გიგისი გახდა ჩემიც. ხო. მაგრამ ალბათ რთული იყო და თქვენ აქ რა ჩამოხვედით, დარჩით და დარჩით? არა, ეგრე არ იყო. დარჩი და დარჩი ალბათ 2022-ის მერე, რომ მომი რო დაიწყო უკრაინაში. სულ, ანუ 12 წელი მივდიოდი, მოვდიოდი. ბრუნდებოდი, ანუ ნახევარი წელი იქ ვიყავი. მარტო შენ თუ გიგიც? მე, მარტო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი, ანუ არ რჩებოდა ჩემი პროექტები უკრაინაში, თან სულ ვიღებდი, ვმუშაობდი, თან ეგრე გამოვიდა რომ მაისიდან, სექტემბრიდან უკრაინაში ვიყავი, თან სეზონი იყო, არ ვკარგავდი სამსახურს. და მე სექტემბრის ბოლოს რო ბრუნდებოდი, სულ აქ უკვე ვიყავი მაისამდე. მე ლიზიკო რო დაიბადა უკვე ლიზისთან ერთად უკვე დავდიოდით, ხო. მე უკვე სკოლა რო დაიწყო, ცოტა რთულად გახდა, მაგრამ ნუ მე უკვე ომი რო დაიწყო, სულ ორჯერ ნამკოპი ვარ უკრაინაში 22-დან. ეხლა მივდივარ ერთ კვირაში და ძალიან გიხარდები. ძალიან მომენატრა. და აი ეს დისტანცია ხშირად გიწევდათ ალბათ თქვენ მეუღლისგან დისტანციაზე ყოფნა, ხო? კი, ნუ გიგიც არ იყო სულ საქართველოში. სულ იყო კონცერტები სადმე. ანუ ძალიან ხშირად არ ვიხავით ერთად, მაგრამ სულ ვიხავით ხაზზე, არ ვიცი. თავიდან მახსოვს რომ Viber-ში ანუ Viber-ში არა. ვაიმე Skype-ში. ვიხავით ხაზზე ღამე რჩებოდა ესე კამერა და ერთად იგრეიძინებდით. ხო. ეხა კი ძალიან მეცინება, მაგრამ თავიდან იყო რაღაც ძალიან ესეთი რომანტიკული კავშირი. მე და ჩემ მეუღლესაც ზუსტად იგივე გვაქვს გამოვლილი, ოღონდ ერთი ქუჩის დაშორებით ვცხოვრობდით და მაინც ესე კამერებით გვეძინა ერთმანეთთან და მესმის. მაინც სხვა არის. საკვარლობა. ხო, ერთად იღვიძებდით, ხო, კვილებს ერთად იხეხავდით? ყველაფერი ერთად ვაკეთებდით. შემეტი, თბილები რა. ხო და მაგარია. ანუ ყველაფერი ვაკეთებდით ერთად. და ესა, ხო, დისტანცია სხვათა შორის ეგეც ძალიან იყო დიდი სირთულე, მაგრამ ეგეც უკვე მე ფაქტურად გავიზარდეთ ერთად.
16 წელი ცოტა არ არის. როცა შენ ხარ 26. ხო, 20 წლიდან კიდე ბევრი რამე გეცვლება რა. ხასიათი გეცვლება, თვისებები გეცვლება. ერთად გავიზარდეთ და ერთად შევცვალეთ. შევცვალეთ? ხო. ხო, შეიცვალეთ კიდეც, ხო. შევცვალეთ, ხო. დისტანცია ვიღაცების ურთიერთობას მაგალითად ადგება კიდეც. პირიქით, ვიღაცები უფრო გამოსდით ურთიერთობა თუ დისტანცია აქვთ, აი 24-7-ზე თუ არიან, არ შეუძლიათ ხოლმე ერთად ყოფნა და აი თქვენ ალბათ ეხა ხო უფრო ხშირად ხართ ერთად. უკვე ყველა ფორმატები გადავიარეთ. ანუ მე ვეუბნები რომ არ ვიცი უკვე რა შეიძლება მოხდეს, რომ ანუ კოვიდი ერთად ვიხავით კოვიდში. მე ანუ ომის დაწყება ცალკე ჩემი ცხოვრების ეტაპი არ ვიცი, აი ორი თვე რომ არ მახსოვს საერთოდ, აი პირველი თებერვალი და მარტი, არ ვიცი. ეგეც ერთად გადავიტანეთ. ერთად ვიხავით, არ ვიხავით, აი ერთადერთი რაც არ გონდა დიდი ხნით, ანუ დაშორება არ გონია ეგეთი. ანუ ერთი დღე რო არ ვლაპარაკობთ, უკვე ნიშნავს, რომ ძალიან მაგარ კონფლიქტში ვარ. ანუ დილიდან საღამომდე რო არც ერთხელ რა ვიცი მესეჯი არ მოვიცერიათ ერთმანეთს, უკვე ნიშნავს, რომ ჩათვალეთ, დავშორდით რა. აი ეგეთი რამე არ ვიცი, ორი დღე რო არ ვილაპარაკეთ, ეგეთი რამე 16 წლის მანძილზე არ ყოფილა. და რომელი ურიგდება უფრო ხშირად? ალბათ გიგი, მაგრამ მე დიდად არ მომწონს არ ვაღიარებ ეს. ალბათ უფრო გიგი, იმიტომ რომ მე ძალიან ემოციური ვარ და ძალიან სწრაფად არ ვიშორებ. და გიგი პირიქით, სწრაფად ბრაზდება და სწრაფად გადადის, ხო. მე ეგრე არ შემიძლია. ეგეთი მაგარი არა ვარ. გიგისნარი. წყენა მისმალი რო არ გადაგდით. ხო. და რაღაცა ხანდახან უხდება. გააქვთ ალბათ. ხანდახან უხდება ბრაზ. აი ხართ მართლა ისეთი ურთიერთობა გააქვთ, რომ ადამიანი იფიქრებს, რომ ახალი შეყვარებულები ხართ. ნუ აი შორი თვალიდან ეგრე ჩანს რა. აი თითქოს ეს ცეცხლი თქვენ შორის მუდმივად გაღვივებულია. და რა არის მაგისი გასაღები? ალბათ ბევრს აინტერესებს. რომ აი მუდმივად ესეთი აქტიური. არანაირი სიკრეტი მართლა არა გვაქვს. უბრალოდ იცი რა, მე მგონი არა რაღაცა არის სიკრეტი. ორივე უნდა განვითარდეს. ხო. და ანუ გიგი თავისი საქმეში განვითარებს სულ. ანუ არ არის ადგილზე. ანუ ეხა თეატრში დაბრუნდა თეატრის სცენაზე წერს სიმღერები, იღებს კლიპი, ანუ არ გაჩერებულა. ხანდახან მე ძალიან მინდა გავჩერდე, მაგრამ არ გამოდის, იმიტომ რომ გიგი მეუბნება სულ რომ კაი რა, აიღე ეს პროექტი, რა მაგარია. და ანუ ეგეც ძალიან დიდი мотиваციას მიძლევს და რაღაცნაირად არ მაქვს უფლება რომ არ ავიღო ეს შანსი და რაღაც არ გავაკეთო, იმიტომ რომ გიგი მჯერა. და რატომ არ უნდა გავაკეთო, ხო და სულ გზაში ვართ, სულ ვაკეთებთ რამეს, ვიფიქრებთ რამე ახალს, აი არ ვიცი, ვინ 16 წლის უკან რო დავბრუნდე, ვინმე რომ მითხრეს, რომ აი 16 წელი გავა და გექნებათ, არ ვიცი, საბავშვო ცენტრი. მე რა საბავშვო ცენტრი კარგით. ხო და აი კიდევ 10 წელი რო გავა რა მოხდება არ ვიცი, მაგრამ აი ეგ არის მთავარი რომ არ გავჩერდეთ არც მე არც გიგი და სულ გვაინტერესებს რა ხდება ერთმანეთის ცხოვრებაში. თუმცა საერთო გვაქვს ეს ცხოვრება, მაგრამ გზავრები ცალკე ამბავი, ჩემი ფოტოტურები ცალკე ამბავი, ეხა საერთო ამბავი გვაქვს კიდევაც, კიდევ ახალი გველოდება. ნუ ხო რაღაცა ძალიან მაგარია რომ ეგეთი გულშემატკივრები ხართ ერთმანეთის. აი რეალურად ნომერ პირველი ფანები ხართ ერთმანეთის ორივე. იმედი მაქვს გიგიც, მაგრამ მე რომ პირველი ფანი ვარ, სულ ვამბობ რომ მე და ციცი ვართ ჯიბრი რა, საბალების ციცი ვინ არის უფრო მაგარი ფანი, ციცი თუ მე? ანუ ფან კლუბი ყველაზე მთავარი
ფანები მე და ციცი რა. ან ციცი და მე არ ვიცი. ნუ ერთმანეთს ერთ დონეზე ვართ რა. გვიხარს გიგი. ერთ დონეზე რა. ეს სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანია და აი ვიხავი ოლივია დინის კონცერტზე. ვიცოდინება. Man I need. Olivia Dean. Yes. ამსტერდამში ვიხავი კონცერტზე და სიმღერების შორის სულ ლაპარაკობს ხალხთან და ძალიან მომეწონა ეს და ესეთ სიტყვები უთხრა რომ მეთქი ხო ეგა რომ მეცა როგორ უთხრა რომ loving someone is wanting them to be better to win. So the true love is when you want somebody to win. And that's the case. ეგარი რა, რომ შენ გინდა რომ შენი უკეთესი ადამიანი გახდეს გამარჯვებული ყველაფერში. და ეს იჭვიანობები და ბევრი რამე უნდა გადაადო თან გვერდზე მაგ დროს. ხო, უბრალოდ გვიშლის ხელს ალბათ ეს ეჩვიანობა და არაფერს კარგს არ აკეთებს ეჩვიანობა. ხო. და პირიქით, აი როცა ღია ხარ, როცა ბრაზდები და ადამიანი ხარ, შეგიძლია გაიბრაზდე რაღაცაზე, მაგრამ აუცილებელია ლაპარაკი ამაზე. ნაჩხუბარზე ძილი შეგიძლიათ? ნუ ხანდახან შეგვიძლია რა. მე არ მომწონს ძალიან. თან სულ რო გვაქვს რაღაც პროტესტი, არ ვიცი, ან სულ ვცდილობთ რომ სოლამდე არ მოქვევს ეს ბრაზი. მაგრამ ხო ნუ ხდება რა, ყველაფერი ხდება. უბრალოდ მთავარია მერე დილას დილით ხო გაიგვიძეთ. საუზმე ხო გქონდათ ერთად. ნუ მოკლედ, ყველაფერი ხდება, უბრალოდ ხო, მთავარია სიყვარული. ეგ არის მთავარი. იმიტომ რომ როცა არ გიყვარს, უკვე ძალიან სხვანაირად ხდება ყველაფერი. როგორ მოახერხეთ? ანუ 16 წლიდან მუშაობთ? თქვენი პროექტებით ხართ დაკავებული 16 წლიდან? ანუ 16-დან მეიცოდით რომ ფოტოგრაფი იქნებოდით? ძალიან მომწონდა. ანუ მე 16 წლის ვიხავი. ძალიან კარგად ვსწავლობდი სკოლაში და დავამთავრე ოქროს მედალით. ძალიან მომწონდა ენები, ანუ უფრო ენების მხრივ ვარ გუნდში, ენების გუნდში ვარ, ვიდრე მათემატიკა, თუმცა მათემატიკაც ვიცოდი. და სულ მომწონდა რეკლამები, სულ მომწონდა რაღაც ჟურნალები ვკიდულობდი, სულ ტექნიკის და დედაჩემი ძალიან ნერვიულობდა, იმიტომ რომ რატო არ კიდულობ რაღაც მოდის ჟურნალი. მე სულ მახსოვს კამერების ჟურნალები, რაღაც ტექნიკის ჟურნალები, ძალიან მაინტერესებდა ტექნიკა. და რატომ აი მახსოვს რომ მამაჩემი პირველად მიკიდა Sony ხო კამერა და 16 უბრალოდ 15 წლიდან დავიწყე და даже 14 სკოლაში დავიწყე სურათების გადაღება. უბრალოდ რომ აი ბოლო კლასი რო იყო პარალელურად სწავლობდი ფოტო სკოლაში. ერთი წელი. და ვამთავრე ყველა კურსები რაც კი კონდათ მაშინ იქ იმ სკოლაში და 16 წელი ვიხავი, ჩემი მეგობარი მთხოვა, ჩემი კვერცხელი შენ უნდა გადაიღო და მეთქი შენ გიჟი ხარ, ანუ ჩათვალე რომ სურათი ანუ პირველად არა ესე არ უნდა იყოს, აუცილებლად ვინმე უნდა იყოს კიდე ფოტოგრაფი და მეც მოვა. არა, არავინ არ მინდა, ყველა ძალიან კლასიკურად იღებენ, მე კლასიკური არ მინდა, გაქრას კაია რომ არიცი კორცელების წესები, ანუ ეგრე მითხრა და ძალიან უნდა და მე რო გადავიღო და გადავიღე, გამოვიდა და 16 წლიდან დავიწყე კორცელებში მუშაობა. და მაგიდან წამოვიდა უკვე შეკვეთები, ხო? და
წავიდა გიჟი, კვირაში შეიძლებოდა მაშინ სეზონში 4 ან 5 კორცილი იყო და ეგეთი ენერგიით სავსე ვიხავი ბავშვობაში. ეხლა უკვე ვერც არ მოვიდგენ 4 კორცილი კვირაში, არა. ფიზიკურად უკვე ძალიან ძნელია მართლა. მაშინ ძალიან ბევრი ვიღებდი, ძალიან. და აი ეს კორცილის ამბავი დაიწყო, მე რატომღაც რა ძალიან შრომობდი და გავხდი ერთ-ერთი ცნობილი კიევში და როცა ცნობილი ფოტოგრაფი ხარ, უკვე ძალიან ადვილად klientები მოდიან, ხო იციან, გენდობიან. მე უკვე კიევში დაიწყო ეს ინფლუენსერობის ამბავი, იმიტომ რომ ბრენდები გაიგო რომ ჩემი აუდიტორია კაი აუდიტორია. და უკვე კიევიდან დაიწყო რაღაც კონტრაქტები. 2 წელი ვიხავი კენონის ამბასადორი უკრაინაში. მაგარი. და ნელ-ნელა მართლა ძალიან კარგად გადაიცა ჩემი ფოტო პროფესია, გადაიქცა ინფლუენსერების ამბავში, ხო? და მე უკვე ომი რო დაიწყო 22 წლიდან მივხვდი რომ პირველ რიგში ძალიან ბევრი კომპანიები დაასტოპა ყველა კონტრაქტები ფორს მაჟორით, იმიტომ რომ მართლა არც ამბასადორის ამბავი არ გაგრძელდა. მოკლედ ყველაფერი დაკეთა. და უკვე უკვე დიდი ხანია ვიღებდი აქ კორცილებს. უბრალოდ ბებერი ვარ ალბათ უკვე. და უკვე უფრო მაინტერესებს, კორცილებიც მაინტერესებს ძალიან. უბრალოდ უკვე უფრო მგონია რომ უნდა გადავიდე აი ფოტოტურის პროექტზე. ეს არის ძალიან არ ვიცი რომ თუ იცი ფოტოტურებზე რამე ვაკეთებ 4 დღიანი ან 5 დღიანი მოგზაურობა ყველასთვის არ არის აუცილებელი იყო ფოტოგრაფი. შეიძლება ნებისმიერი პროფესიით სტუმარი მივიღოთ 4 დღე. ხანდახან სურპრიზი პროგრამა ვაკეთებ, შენ არაფერი არ იცი რა მოხდება. და აი საქართველოში დავიწყე სხვათა შორის ფოტოტურები და ძალიან მაგალ დონის მგონი და სიამაყით შემიძლია ვთქვა რომ ძალიან მაგალ დონის მოგზაურობები ვაკეთებთ და ძალიან მაგარი პარტნიორები გვაქვს ხოლმე. ლექსუსი იყო, კენონი იყო, ტოიოტა, კერასტასი, ლორეალის და დიახ. და ძალიან და უკვე საზღვარგარეთაც გავიდა, უკრაინაში და საქართველოში იყო თავიდან უკვე 25 პროექტები დასრულდა და ისპანეთში და პორტუგალიაში იყო ბოლოს. და მე მაგალითად ახლა არა ფოტოგრაფის პროფესიით თქვენთან ერთად რო წამოვალ. ერთ კვირაში იწყება უკრაინაში. და მე რას ვაკეთებ მაგ დროს? მე მიიღებთ თუ მე სწავლობ გადაღებას? შენ ხარ სტუმარი, ვინც პირველ დღეს გაიცნობს ყველა ძალიან მარტივი წესები, როგორ უნდა გადაიღოს სურათები. შენ გეცოდინება პირველი დღესვე რა არის დიაფრაგმა, ძალიან სტანდარტული, აი რო აწერია ყველა კამერის ბურსლებში, აი ეს ყველა სტანდარტული ძალიან არ არის ეს რთული. შენ გეცოდინება ეს, მე ჩვენ ვაკეთებთ ძალიან ლამაზი სიტუაციები, ასე ვთქვათ, საქართველოში ვიღებდით რეპორტაჟს სუხიშვილების rehearsal და რეპორტაჟი ვიღებდით. მე ძალიან ბევრი რაღაცები ვიღებდით. და თან უცხოეთში დაკავს ადამიანები, აცნობ სხვა და სხვა კულტურას და შენ მიდიხარ, ახალი სივრცეები ხსნი შენთვის, თან ფოტოგრაფიას ახალ საქმეს ისწავლი
ну ძალიან ესეთი საინტერესო დროის გატარება, ხო, იმიტომ რომ თან მოგზაურობა, თან ახალი საქმის გაცნობა, ახალი მეგობრის გაცნობა, იმიტომ რომ გუნდში 20-30 სტუმარი ხოლმე და ძალიან მაგარი ამბავი ხდება. ძალიან საინტერესო, არასდროს შემსმენია ფოტოტურების შესახებ. გაჩვენებ მე. აი ეს არის ჩემი ცხოვრების ალბათ მთავარი საქმე ეს ფოტოტურები, იმიტომ რომ ძალიან დიდი мотиваცია ჩემი და ძალიან ასე ვთქვათ, ჩემი შვილი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს რაღაც რეცეპტი ფოტოტურის ბოლო დღე არის გამოფენა. და შენი სურათი, მთავარი სურათი შენი მოგზაურობის იქნება დაბეჭდილი. და ეს ადგილი, სადაც გამოფენა, არავინ არ იცის. თან არის სიურპრიზი. ну, მოკლედ. ძალიან მაგარია. მადლობა. და ეს ბავშვთა გასართობის ცენტრის იდეა საიდან მოგივიდათ? საიდან მოგვივიდათ? ეს არა მარტო ჩვენი, კიდე გვაქვს პარტნიორები, ჩვენი მეგობრები. და გიგი სულ უნდა და რაღაც ბიზნესი უნდა გავაკეთოთ, რაღაც უნდა გავაკეთოთ. ხო და გავიგეთ, თან ორი შვილის მშობლები ვართ. გავიგეთ, რომ ჩვენ უბანში, სადაც ვცხოვრობთ, დიღმის მასივში, არის ხო ნორმალური, არ ვამბობ ახლა კარგი, ნორმალური სივრცე არის ხო, სადაც შეიძლება ბავშვებისთვის რამე გავაკეთოთ, ან ზეიმი სკოლის, ან რაღაც ივენტი. ნორმალური არის ხო? ჩვენ და ჩვენი მეგობრები მოვიფიქრეთ, რა შეიძლება გავაკეთოთ ერთად. არაფერი არ ვიცით ამ საქმეში, არაფერი, მარტო გვაქვს შვილები, ვინც გვეუბნებიან, რას მოცონს, რა არ მოცონს. და გამოვიდა 100 კილა. ვიპოვეთ სივრცე, გავაკეთეთ რემონტი 2 თვეში, მგონი. და მე მგონი ძალიან ნორმალური არა, კარგი სივრცე გამოვიდა, სადაც ვაკეთებთ მართლა კაი ღონისძიებები ბავშვებისთვის, დაბადების დღეები, ან სკოლის დამტავრები, ზეიმები, ხო, ყველაფერი. ქართულზე დადიოდი? ცოტა ხანი და მომპერსდა და კი მენანება სულ რაღაც აი სულ ვფიქრობ აი ნეტა რომ მასწავლებელთან დავდიოდი ეს დრო უკვე აუცი ციგნს დავწერდი აი სინანულები არსებობს მეც მიფიქრია ბევრჯერ ეგრე კიდე ალბათ რამოდენიმე წელი დამჭირდება მე 5 წელი რო გავა კიდე ერთხელ დავჭდეთ აქ ან ახალ სტუდიაში კიდე უფრო მაგარი და დიდი ხო და შევადაროთ მე ჩემი დონე ქართულის გისწორებთ ხოლმე გიგი ქართულს მე ვთხოვ თორემ არ გასწორებ და დაიღალა უკვე ცოდვა ერთი წინადადებაში რომ შეცდომა რა გააკეთებს და ხო და ყველა ფიქრობს რომ მე შოტა რუსტეველი ვარ ანუ რილსებიდან ხო ვოისოვერი ჩუმაძი ხარ კარგად კითხულობ და მე შოტა რუსტეველი გამოდიხარ და მე აი შენთან რომ სტუდიაში რომ მიდიხარ უკვე არა ხარ შოტა რუსტეველი წერთ თან კარგად და ეხლა წერ კითხულობ კარგად წერ ანუ სულ მეშლება თ და თ კ და ეს 100 კ რო გაქვთ ეს მაგიჟებს მაგრად კ ყ ამიტომ წერ ინგლისური ძალიან ბევრი რამე აი კ ც სხვადასხვა ც სხვადასხვა თ სხვადასხვა კ ზაბა ერთი ხოს რა უკვე даже რაღაც სტატისტიკა მაქვს რომ უფრო თ გაქვთ ვიდრე ტ და გადავწყვიტე რომ სულ თ დავწერ და 70% მართალი ვიქნები. ანუ გაიგე სტატისტიკა მაჩვენებს რომ უფრო მეტი აი ეგრე ვსწავლობ მე სტატისტიკით
ამიტომ სულ ვწერ ინგლისურად. იმიტომ რომ ინგლისურში ერთი კ. ხო. მე თარგმნით ხოლმე, ხო, ალბათ და ქართულად თუ გინდათ რომ ქართულად ჩვეულებრივად ვკითხულობ და 90% მესმის. არა, ყველაფერი გესმით აბსოლუტურად მე რა კითხვებსაც ვსვამ და მაინტერესებს რა ენაზე ფიქრობთ. ქართულად ფიქრობთ, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად პასუხობთ. შესაძლოა ქართულად ფიქრობთ. არა, ნუ ქართულად არ ვფიქრობ. სამწუხაროდ ვფიქრობ რუსულად. რატომ სამწუხაროდ? იმიტომ რომ მაინც აი ეს ომი ძალიან იმოქმედა. თან მე გაზრდილი ვარ, დონეცკიდან ვარ მე Eastern Donetsk საზღვარზე რო არის. იქ ყველა ეგრე ისტორიულად ეგრე არის, რომ ყველა უკრაინელი ოჯახი თითქმის ყველა ლაპარაკობს რუსულად. და ძალიან იშვიათია, რომ დონეცკში რო არ ვიცი, მე დავიბადე 1990 წელს. და მაშინ ძალიან იშვიათი იყო, ვინმე ანუ რო გაიგო უკრაინული ენა, ძალიან ანუ დონეცკში თითქმის ნუ და მე 2002 წელი იყო 12 ვიყავი, რომ გადავიდით კიევში და კიევში დავიწყე უკრაინული სწავლა. იმიტომ რომ მოვედი უკრაინულ სკოლა მაქვს დამთავრებული. ანუ უკრაინული ძალიან კარგად ვიცი. ძალიან კარგად. სკოლა მაქვს დამთავრებული. როგორც გახსოვს, ოქროს медаლით. უკრაინულად. მაგრამ სამწუხაროდ, ანუ დედის ენა რომელშიც გავიზარდე, არის რუსული. ამიტომ დიახ, რუსულად ვფიქრობ. თუმცა მე მგონია რომ აი გავაცლები კიდე ერთ-ერთი ჩემი ოცნება რომ ვიფიქრო უკვე თავში რომ მქონდეს ქართული, უკრაინული, ინგლისური. საქართველოს თქვენი სახლი გახდა? კი. კი ხო? კი. უკვე ძალიან დიდი ხანია. ეს ვაფშე არ არის უკვე კავშირში ხოლმე მეუბნებიან რომ აი ომი რო დაიწყო, მაგიტომ ეგრე ამბობ. არა, დავიდან ვამბობდი. სულ აი მართლა რო ვბრუნდებოდი სეზონის მერე სექტემბერში რო ვბრუნდებოდი აქ. აი რაღაცნაირად ეს ხო გრძნობა საერთოდ სახლი არ არის მისამართი. ხო, აი არ არის მისამართი, არც კიევი, არც თბილისი, შეიძლება საერთოდ ჩემი სახლი ვფიქრობ, არ ვიცი, ბარსელონა. მაგრამ მისამართის ამბავი არ არის და აი თბილისი არის ჩემი სახლი რა, ძალიან მიყვარს და სახლში ვგრძნობ თავს. ხო. ეგრე არის ემოციური მდგომარეობაა. ემოციური მდგომარეობა. სახლი ვიდრე მართლა მისამართი. აი როგორ ახერხებთ რომ სულ ესეთ პოზიტივს აფრქვევდეთ? არა ვარ სულ პოზიტივში. უბრალოდ დღეს кай ხასიათზე ვარ, ძალიან დამოკიდებული ვარ ციკლზე, არ ვიცი, როგორც ჩვეულებრივი გოგო, ჩვეულებრივი ადამიანი. ხანდახან ცუდ ხასიათზე ვარ, ხანდახან кай ხასიათზე ვარ. აი რა თვისებები არ მოგწონთ საკუთარ თავში? რა თვისები არ მომწონს? ზარმაცი ვარ. ხო? ძალიან. თან ზარმაცობ ხო უცნაურია. ძალიან ბევრი ვაკეთებ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ზარმაცი ვარ. უფრო მეტი შემიძლია. აი მაგალითად სპორტზე ძალიან მომწონს. მომწონს. ძალიან მომწონს გიგი და კოტრიალი და არ ვიცი. ფილმის კურება. მომწონს. მომწონს როგორი ვარ ვარჯიშის მერე. ეხლა რაღაც გავიდა, არ ვიცი, 3 თვე გავხდი. მომწონს შემიტავი და ეხლა უკვე ერთი კვირა არ დავდივარ. რაღაც საქმეს ვეძებ, რაღაც თან ვხდები რომ ანუ ეს დაიკარგება, ეს რაც მოვიღე არა. რაც დავიკელი, დაბრუნდება ძალიან მალე, ვიცი. რატო ჭამთ ბევრს გიყვართ ჭამა?
ჩამა ძალიან მიყვარს. აი სპორტი მიყვარს, ჩამა ძალიან მიყვარს და რაღაცნაირად მინდა ბალანსი მიპოვო. ჩამა მიყვარს, უпростоრად არ მიყვარს ესენი, რა ქვია? ზომები რა, რაღაც ზომები არ მიყვარს, დოზები. აი ხო მიყვარს ფისტა. ხო და მინდა ჩამო რამდენიც მინდა. არ მინდა 60 გრამი ფისტა, იმიტომ რომ ძალიან კალორიულია. არ მომწონს ეს ძალიან ფისტა, ბევრი ფისტა, არ ვიცი. ფილმის კურების დროს ბევრი პოპკორნი. ჩიკა დიდი უნდა იყოს. გამიგე, რა ზომები, რა დოზებით ხო? ეს დოზები არ მიყვარს ხოლმე. ძალიან ერებს მიშლიან დოზები. აი ეგ მაგ პრობლემა რა. და როგორ დაიგეკელით დოზებით? დავიკელი როგორ? ისე ვიღლებოდი რომ არ დარჩა. უკვე კალორიებს ხარჯავდით ძალიან ბევრს. ძალიან რომ მივდივარ ვარჯიშზე, იქ ვიქლებდი 500 კალორია. მე სულ ეს სტორიში ვაკეთებდი, რამდენი დავიგელი და რა არის მაკდონალდსში, ვთქვათ, 500 კალორია. Big Mac menu. გავგიჟდი. მე მაკდონალდსში ვჭამდი 1500. გამიგე და მე რო ხდები, რამდენად რთულად მიდის ეს კალორიები, უკვე ძალიან გენანება, გეცვლება რაღაცა. თავში ძალიან ეს უკვე მე დოზებზე ვფიქრობ ცოტა, იმიტომ რომ რო ადარებ. ხო, რო აი ძალიან მარტივად იწვალო. რო ერთი ფრი დაწვა. და მე ძალიან არა, უკვე ფრი არ ვუკვეტავ. chicken roll-ი ვუკვეტავ. მაგრამ ფრი ძალიან ბოროტება. ბაურარა და რა გემრიელი. ძალიან. ყველაფერი რაც ძალიან გემრიელი არის, ძალიან კალორიული, ეგრეა. ჩემთვის. ხო. სამწუხაროდ. აი ცხოვრება. უსამართლობა. მე მაინტერესებს ყველაზე, ომის გარდა გქონიათ თუ არა რამე ძალიან მძიმე პერიოდი ცხოვრებაში. დამავიწყდა ყველაფერი. შეიძლება კი ძალიან დიდი ტრაგედიები მქონდა ალბათ ცხოვრებაში. ალბათ ვეუბნები, იმიტომ რომ დამავიწყდა ყველაფერი. არაფერი არ არის კავშირში არა შედარებითი close to this strategy. არ ვიცი, მართლა ყველაზე დიდი ტკივილი და მართლა ჩემი ცხოვრება გამოგობილია. იყო ჩემი ცხოვრება აი Yes. Before and after. მეც შევიცვალე მგონი, სხვა ადამიანი გავხდი საერთოდ. მანამდე რაღაც ბავშვი ვიყავი ალბათ. და ეხლა ყველაფერი ძალიან დიდი ტრაგედია ჩემი და ალბათ აი არ მახსენდება სხვა ახლოს არ დგას. შეიძლება იყო რამე დამავიწყდა. ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია ჩემი, რაც ხდება უკრაინაში და რაც უკვე შევიგუე იმ ფიქრს, რომ ალბათ არასდროს არ დამთავრდება ეს და შევიგუე რა. შევაგუე იმ უკვე ვცხოვრობ ეგრე ვცხოვრობ, რომ ეს არ დამთავრდება. მე ასე ვფიქრობ სამწუხაროდ და შეიძლება დამთავრდეს და ღმერთი ქნას ეგრე. მე არ ამგონია სამწუხაროდ, მჯეროდა რაღაც პირველი ალბათ ნახევარწელი, ალბათ. მე უკვე იცი რა, ყოველდღე რო გეუბნებიან, რომ აი всё, აი უკვე რაღაცა ეგეთებში არის შეხვედრა, რომ всё, უკვე всё. და შენ რაღაც გჯერა და მე არაო. მე მეორეც და რაღაცა ეგეთი მოხდება ეხლა მოხდება. და ხალხი ცხოვრობს 4 წელი. 4 წელი ტრაგედიაში ცხოვრობს და უკვე ეს რამდენად პოზიტიური ადამიანი არ უნდა იყოს? არ ვიცი, თუ ვინმე კიდე სასწაულებს ჯერა, მაგარი ხალხია. თან ვიცნობ ეგეთებს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი დღემდე ცხოვრობს კიევში, ოჯახებით,
დიდი ოჯახებით, არ ვიცი. თქვენი მშობლებიც იქ ცხოვრობენ? ჩემი მამა ჩემი ცხოვრობს კიევში. საბედნიეროდ ჩემი ძმა არის ჩემთან აქ ახლოს და ძალიან გაგვემართლა ასაკებით გამოვიდოდა, რომ აქ არის და ბედნიერი ვარ. და დედა ჩემი ცხოვრობს პარიზში. იმიტომ რომ ოჯახი სადაც მუშაობ და მუშაობს, გადავიდა კიევიდან ჯერ ვარშავაში და მე პარიზში და ეხა პარიზში არის. ამიტომ ეხა ნიკუშა მიდის ბებიასთან პარიზში. შაბათია. აბა, ჟღერს. მარტო მიდი? მარტო არ, ჩემთან. მე ჯერ პარიზში დავტოვებ ნიკუშას და მე უკვე უკრაინაში მივდივარ. აი ჩასვლა თქვენთვის რამდენადაც სასიხარულოა, იმდენად კინოულიც არის ალბათ ეხლა. ხო, ბოლომდე სიხარული არ არის, იმიტომ რომ ორჯერ ვიხავი და ეხლა მესამე ჩემი. და მახსოვს რომ მე პირველად რო ვიხავი ძალიან ვიტირე, ერთი კვირა ვიხავი, ერთი კვირა ვტიროდი. მეორე ჯერ თან კიევში არ ვიხავი პირველ ჯერზე. მეორე ჯერზე ახალ წელს მერე შარშან მოვედით, მე და გიგი ერთად ვიხავით კიევში. ძალიან სხვა ემოციები ჩემში ვერ გაგხატავ, ვერ გამოხატავ. და ეხლა მესამე იქნება ჩემი, თან ვნერვიულობ, თან მომენატრა, თან მიხვარს ძალიან, თან მჯერა, თან სამსუხაროდ არ მჯერა უკვე არაფერს. ნუ მოკლედ ძალიან ხო, ძალიან ბევრი ემოცია გაქვს. ძალიან ბევრი და ძალიან რთული ემოციები ჩემში. ამიტომ აი უკვე ვიცი რომ ფოტოტურის მერე რომ მოვალ სახლში, ალბათ არ ვიცი 3 დღე ვიქნები ჩუმად ძალიან. აი ჩემთვის. მე დავრეკავ და მივცერ რა არის მარინა 15 წუთი მარტოობის. აი ჩემი მარტოობა მართლა იქნება, იმიტომ რომ გიგი და ბავშვები იქნებიან კიდე პარიზში და მე მარტო ვიქნები თბილისში. ეს მე მგონი საერთოდ პირველად ხდება ეგეთი. 3 დღე მარტო რო ვიქნები. სულ მარტო. რო დაბრუნდები გარეშეც და გიგის გარეშეც. ეს საინტერესო ამბავი იქნება. დავიძინებ 3 დღე ალბათ. თქვენ ინტერიერით დაინტერესებული ხართ? ან თქვენთან სახლში მე რო ვარ ნამყოფი. აი ისეთი სიმყუდრავე გაქვთ, ისეთი ვერანდა გაქვთ, ისეთი სახლი გაქვთ. ეს ყველაფერი თქვენ მოაწყეთ პირადად? მე და გიგი. იცი რა, ჩვენ არაფერი ისეთი არ გვაქვს რთული. ანუ თეთრი ყველაფერი, გიგი სულ გადაობს რომ ეს ოპერაციულში ვართ. ოპერაცია ვინმე ხო არ უნდა. სულ ყველაფერი თეთრი, იმიტომ რომ ჩემთვის იყო ეს მთავარი. სურათებისთვის კაია, ამ რეკლამს შუკი. ყველაფრიდან, ყველაფერში. სიმწვანეც გაქვთ? სიმწვანე, იმიტომ რომ გვიყვარს მართლა ძალიან, ძალიან მიყვარს, აი თქვენიც ვნახე და შევაპასე ფიკუსები. ძალიან მიყვარს სიმწვანე, იმიტომ რომ უკვე ამდენად ქალაქი გადატვირთული რეკლამით და ბანერებით და ყველაფრით, რომ ხანდახან გინდა უბრალოდ აი ეს ჩუმად დაჭდე და თვალი უნდა დაასვენოს და აი ზუსტად ვაკეთებ ეს ჩემი თერაპია, კავას ავიღებ, ლიტრს, იმიტომ რომ ზომები არ მიყვარს, გავალ ტერასაზე, დავჭდები ჩემთვის ჩუმად. აი ეგა მარინა რა, უქრებს მწვანილე პეტრუშკა არის, ხო? ხო. სიმწვანეში უქრებს, კავას სვავს, ზომებს არ იცის და იკლებს კალორიებს. აი, ეხლა თქვით ვინ ხართ საკუთარ თავთან მარტო? აი ეგ ვარ. აი კავა უყვარს. მივედით მაგამდე. ხო, ზუსტად, აი ფსიქოლოგის წესია. გამიხსენით. ხო, აი ტერასაში ჯდომა, ბავშვები, გიგი, გიტარა. რაღაცა ეს ძალიან მიყვარს ნატურები. მეც. აი, იცი როგორი? გარე განათებები. აი თქვენ გაქვთ ცივი ნატურა. არ მომცემს. აი უფრო ისეთი ნატურა რა, აი რაღაც ჯუჯუ. ქვიტელი მკვდრო და თბილი. და აი გარეთ აივანზე ხა გვაქვს ესეთი პატარა გირლანდები ვიცით ხო. ხო ეგრე ქვია. გიგი გირლანდა.
და ძალიან მომწონს ეს ესთეტიკა და ეგ არის ჩემი სახლი ზუსტად. კარგად ვგრძნობ თავს და იქ ვიღებ ენერგია დიდს და მე ეს მე მგონი გამოდის რომ გავაზიარო სხვებსაც, იმიტომ რომ ხანდახან მგონი ხალხი ავიწყდება რიტი ბრუნდება ენერგია. ანუ ხო აი ხალხი მუშაობს, რაღაცა აკეთებს სხვისთვის, მაგრამ ავიწყდება რას რა ატავსებს შენ. რა ავსებს? ავსებს, თუ არაფერ შუაში არის ხო, სულ შეშდება ეს. რა ავსებს შენ, ეს ავიწყდება ხალხი და აი მე ეს ენერგია ვიღებ აი ჩემ ვერანდაზე, შუგზე და კავაზე. და ეს არ ღირს, ანუ ეს ძალიან ძვირია, მაგრამ ეს ძვირა და უფასოა ეს, ხო? და აი ზუსტად ეგ არის ალბათ კიდე ერთი რეცეპტი უნდა იპოვო ძალიან უფასო ბედნიერება რა ავსებს შენ. რას ავსებს შენ? ხო, ძალიან მაგარ რაღაცას ამბობთ, ხო? გაიგეთ, ცუდად ვამბობ, მაგრამ გავიგე, მეც ეგრე ვარ. რაღაცა რა. ძალიან simple უმარტივესია, ხო? უმარტივესია. ხანდახან არ ვიცი, სემიჩკა მიყვარს მზეს უმზირა ძალიან. ესეთ ენერგიას მაძლევს ეს სემიჩკა, რომ არ ვიცი, რა უნდა იყოს უკეთესი. ანუ რა ძალიან მარტივია, თან ბავშვობაში ბრუნდები, თან ბებიას მახსენებს, თან უფასოა. ყველაზე ისეთ მომენტებს გახსენებს მართლა მზეს უმზირა. აი ბანაკი, ბავშვები, ეს საკანელა, ეზო. ყველაზე იაფი ის იყო თან სიამოვნება, იმაში რო გიყრიდნენ. ხო, გაზეტაში. გაზეთში. ზუსტად. თან international ნახე, შენ საქართველოსდან გასდილი მე უკრაინაში და აერთიანებს ეს. საერთო გვაქვს. აბა. მე მაინტერესებს რა თვისებები მოგწონთ საკუთარ თავში. ეს იყო რაც არ მომწონს, ხო? ის იყო რაც არ მოგწონთ, ის რაც არ მაციხართ. რა მომწონს ჩემში? მე მგონი გულწრფელი ვარ. ძალიან. და მომწონს ეს, იმიტომ რომ ეს ვაპასებს ხვებში. მე ვარ, ეხა ბავშვებს რო ვკითხო, სამართლიანი. რაღაცა აი როცა სამართლიანი ვარ. არ ვიცი რამდენად სხვათა შორის მომწონს ეს. უბრალოდ აი ისეთი თვისება მაქვს. ხალისიანი ვარ ალბათ. ქართველი რო ვიხო ვიქნებოდი ალბათ გურიიდან. მგონი. იუმორი მიყვარს ძალიან. რატომ? მე გავაკეთე voting Instagram-ში. ვინ ვიქნებოდი ქართველი რო ვიხო. და ფინალი იყო მეგრელი თუ გურული. და მაინც გურული მაშინ ხო, გურული ვარ. და მე მჯერა ჩემ აუდიტორიას. რატო არ უნდა მჯეროდეს? ხო. ნორმალურ სურათებს ვიღებ. იუმორი ძალიან ვაპასებ, ძალიან. მე მგონი, აი, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანში იუმორი რო იყოს. და საინტერესო რო იყოს. თუ მაგ არ ვიცი შედარდა. ბევრჯერ გამაცინე ძალიან. კი, და გაქვს. აი. ეგ ძალიან მაგარი. ავიღეთ, კარგია, იუმორი მომწონს. საკმარისია. ნორმალური. კაი სურათები ვიღებ მგონი და ჩემ ბავშვები მერე მადლობას მეთქვიან, რომ გაიზარდნენ, რომ გაიზარდებიან. აი. რომ გაიზარდებიან, მეთქვიან დედიკო მადლობა, ესეთი ლამაზი სურათებისთვის. კარგი, და ეხა ბოლო შეკითხვა. ყველაზე კარგი რჩევა რა მიგეღიათ? ვაიმე ძალიან მწხონია ეხა შენ უნდა გამახსენო ეს სიტყვები, მაგრამ რაც გასცემს შენია.
რასაც გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია, ხო? უმაგრე, ანუ ქართველი რო იყო, ეგ ფაქტი საერთოდ ძალიან მიხარია. ეს ძალიან international მაგარი სიტყვები და ეს ძალიან მაგარია. ეს რჩევა არის, არ ვიცი, ყველა ასაკის, ყველა სტატუსის, ყველასთვის მოუხდება. იმიტომ რომ ადამიანი რაც თან ზუსტად მაგიტომ ალბათ ფოტოტური ჩემი ცხოვრების საქმე, იმიტომ რომ იქ ჩემი სიყვარული ფოტოსთვის გადავცემ, არ ვიცი, დოქტორს. და ეგ ვისგან მიიღეთ თავიდან. ანუ ნუ წაიკითხეთ თუ გითხრეს და მე დაინტერესდით. ფოტოგრაფია? არა, რასაც გასცემ შენია. ეს გავიგე გიგისგან ალბათ. გიგისგან გავიგე და გავგიშდი. ძალიან ბევრი ვიფიქრებ მაგ ფრაზაზე და ძალიან მაგარია. ხო, მართლა ეგრე. იმიტომ რომ იქ ავსებს ადამიანი. ხო, სულ რაღაც რო გასცემს, მაშინ ეს ენერგია უკან ბრუნდება და ავსება. ალბათ ეგრე. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ. მადლობა ძალიან შენ. ძალიან კარგი იყო. მიხარია.